ყოფილი პრემიერ-მინისტრის გახარია საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამეს და ჩორჩანას ეპიზოდს. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს. კერძოდ პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. პირველი ეპიზოდის შესახებ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 7 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში პარლამენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული დარღვევა. და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ასევე მიეცა რეკომენდაცია შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები. შესაბამისად ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები დაზარალებულთა მონაწილეობით. დამატებით გამოიკითხა ასეულობით მოწმე. ჩატარდა 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის, გიორგი გახარიას ბრალეულობა, რაც მდგომარეობს შემდეგში. 2019 წლის 20 ივნისს საღამოს საათებში თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად პარალელურ რეჟიმში გამოყენება. ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. შედეგად სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო 5 მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამიდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლებები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისაკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ
განზრახ გადაამეტა მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.117 მუხლის მესამე ნაწილის M ქვეპუნქტით და 333 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გმადლობთ ყურადღებისთვის. არის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტა, რომელიც დაანონსდა 2024 წლის არჩევნებამდე ტელეკომპანია იმედის ეთერიდან, შემდეგ იყო ასევე ფიზიკური ანგარიშწორება გიორგი გახარიას მიმართ და შემდეგ უკვე საგამოძიებო პროცესები აბსურდული 20 ივნისთან დაკავშირებით, ჩორჩანასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი ოცნებად ცდილობს, რომ თავისთვის სასარგებლო პროცესი აწარმოოს და ფაქტიურად ორ ხმაში დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად იწყებს გამოძიებას, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. ამიტომ ამაში სიახლე არ არის, ჩვენ ველოდით ამას და რა თქმა უნდა ნებისმიერი გზებით ცდილობს ოცნება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, რომ ჩამოაშოროს პოლიტიკურ პროცესს მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპონენტი გიორგი გახარია. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტა, იმ ვენდეტის დაანონსებული ვენდეტის აღსრულება, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმედის ეთერში თუ პროპაგანდის ეთერში დაანონსა, რომ მან თქვა, რომ ის განსაკუთრებით ვერ ვიტან გახარიას და გახარიას გუნდს და საქმე მაქვს მის წინააღმდეგ გამზადებული. ივნისის მერე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნა თავად ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ორჯერმა. გახარიას ედავება, ჭალებში ედავებიან, რომ გიორგი გახარიამ თითქოს დააორგანიზა, რომ ადამიანებს თვალი დაეკარგათ. მაშინ, როდესაც დაზარალებული მხარეც კი თავად ამბობს, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი რაციების მეშვეობით აჩერებდა, რომ ნუისვით ტყვიებს. ტყვიების გაცემის ბრძანება მას არ გაუწია. ჩორჩანას საქმეზე ეს ბრალი დამატებით მათ შორის სამართლებრივ საფუძველს აძლევს ოკუპანტს, ანუ რუსეთს, ანუ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, რომ ოფიციალურად განაცხადოს პრეტენზიები ამ მიწებზე. და ეს უკვე მოხდა მინდა გითხრათ. წყაროები და ნახოთ. საქართველოში ჩამოიყვანენ. ნუ ნახოთ ახლა ოცნება რას იზამს ახლა ამის პროგნოზირება როგორ გითხრათ ახლა როცა ჭირდებათ როცა ეს ასე ვთქვათ მათ ინტერესებს შედის ყველაფერს აკეთებენ. ნახოთ ამ გახარია როცა ქვეყნიდან წავიდა. როგორც ჩანს ამას ახლა დრო გამოაჩენს რა თქმა უნდა ხაბა ოცნებას თავი რატომ უნდა დააჭერინო ვით უფრო 13 წლიანი მუხლიდან საკუთარი შენი ქვეყნის ტერიტორიების დაცვის გამო. ჩემ საკითხთან დაკავშირებით არავინ არ ყოფილა გამოძიებული დღემდე. ფაქტი რომ ამდენი 6 წლის შემდეგ იხსენებენ თავიანთი ყოფილი თანაგუნდელის გადამეტებულ ძალას, რითიც არბია მან აქცია. ეს არის სრული ეს რა თქმა უნდა არ არის მათი გულწრფელი საქციელი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვისმენდით, მაშინ რა ხდებოდა 6 წლის წინ, როდესაც მოხდა დარბევა, ყველანაირად ცდილობდნენ თავის გამართლებას, არანაირად არ ადანაშაულებდნენ თავიანთ თავს ამ საქმეში. ეხლა უბრალოდ ამ ეტაპზე ეს იაწყობთ, რომ შეტენონ თავიანთი რაღაც ნაწილი მაინც დანაშაული შემოირეცხონ და გადააბრალონ სხვა ადამიანს, ვინც მათ გუნდში აღარ არის. მაგის არ მჯერა რომ ამას გამოიძიებენ და ყველანაირად ეცდებიან, რომ ეს შეტენონ ისევ იმას, რომ ეს იყო რაც გარე ძალებისგან პროვოცირებული აქცია, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს გნებავთ არაპოლიტიკურ ოპონენტებსაც და ჩვეულებრივ ოპონენტებს მაქსიმალურად დევნიან. ალბათ ეს არის სწორედ გახარიას შემთხვევაშიც, თუმცა 6 წლის მერე ამ ამბის გამოძიება ქართული ოცნების გულწრფელობაზეა საუბარი. ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ სინამდვილეში, რომ ეს ხალხი ეხლა აღმოაჩენს თურმე, რომ 13 წლის წინ ვიღაცამ ფული მოიპარა. ეხლა აღმა უნდა სულთყუილია ეს ყველაფერი, რეალურად ისევ ძალაუფლების კონსოლიდაციას ემსახურება და რა თქმა უნდა ოპონენტებთან ანგარიშწორებას. ერთი წელი გავიდა და დღემდე ჩემ ადვოკატებს მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულად ვარ ცნობილი საქმის მასალების გაცნობის საშუალებაც კი არ ეძლევა. რა ვიცი, უკიდურესად
მე გარდა იმისა რომ მე მცემეს მეც შევესწარი თუ როგორ ცემეს იმ დახურულ მიკროავტობუსებში ადამიანები და ანუ მე პირადად ტვინი შერყევა და ნეკნების მოტეხილობა მქონდა. გაფრთხილების გარეშე ხდებოდა დარბევა და ასევე მე მაგალითად გავრილოვის ღამესაც კი არ მახსოვს ესეთი მოვლენები, რაზეც ძალიან ბევრი აქტივისტი საუბრობს, როგორიც არის დაკავების ეგრეთ წოდებულ მინივენებში დაყანებული სისხლის გუბები. უამრავი საჩივარია წასული სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში. დღეს ეს არგუმენტი მოიშველიეს, ხო, რომ მათ განაახლეს თურმე გავრილოვის ღამის გამოძიება მის საფუძველზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ეხლაც ძალიან ბევრი აპლიკაციაა წასული ნოემბერ-დეკემბერში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და მაინტერესებს მე როგორ დაიძურეს თავს მაგალითად ვახო გომელაური. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის თანახმადაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდება. 7 ოქტომბერს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების მექანიზმს მხარი ევროპარლამენტმაც დაუჭირა. მექანიზმის გამარტივებას 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. მოწინააღმდეგე 96 იყო, ხოლო ხმის მიცემისაგან თავი 24-მა დეპუტატმა შეიკავა. გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრის თვიდანაა მოსალოდნელი, მანამდე 17 ნოემბერს დაგეგმილია საკითხზე კენჭისყრა ზოგად საქმეთა საბჭოში. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზებს დაემატება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს. ქვეყნის უვიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის ნაკლებობა. ცნობილია, რომ მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას, რომელთა მოქალაქეები ამჟამად შენგენის ზონაში უვიზოდ მოკლე ვადით მოგზაურობენ. don't want to speculate. სპეკულაციები არ მინდა, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. დეკემბერში ევროკომისია წარადგენს უვიზო შეჩერების ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ეს ანგარიში გაზიარებული იქნება წევრი ქვეყნებისთვისაც. საბოლოოდ ისინი განიხილავენ და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად შეუძლია გადაწყვიტოს რა კანონები მიიღოს. ჩემი როლია როგორც ევროკავშირის ელჩის, რომ ვუთხრა ქართველებს, რომელი კანონი შეესაბამება ევროკავშირს და რომელი არა. 2024 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვითხოვდით ხელისუფლებას არ მიეღოთ უცხოური აგენტების კანონი, რადგან ეს გამოიწვევდა შედეგებს. კანონის მიღების შემდეგ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დე-ფაქტო შეეჩერებინა საქართველოს ევროინტეგრაცია. ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა. მიხარია და ვფიქრობ, რომ კარგია თუ ზოგიერთმა პარლამენტარმა საბოლოოდ აღმოაჩინა 2024 წლის ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნა, რაც მაღლობს ისაა, რომ მათ ამისთვის 18 თვე დასჭირდათ. იმისთვის, რომ რაც გააკეთეს, ამას შედეგები მოჰყვება. ეს დასკვნა იყო პირველი გამოღვიძების ზარი. საბოლოო გამოღვიძების ზარი კი ბოლო გაფართოების ანგარიშია, რომელიც მართლაც გამანადგურებელია. შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაფასა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წითელი ხაზები აქვს ქართველ ხალხს მის საგარეო ურთიერთობებში. პაპუაშვილი ევროპელ პარტნიორებს კვლავ აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ დიალოგი არა საქართველოს, არამედ თავად ევროპელების ინტერესშია. ქართული ოცნების ლიდერი ირწმუნება, რომ ევროპა ევროპული ღირებულებებისაგან დაცლილია. ჩვენ არავის დარწმუნებას არ ვწვევთ, ჩვენ თუ ვინმეს კითხვები აქვს, სიამოვნებით პასუხობთ ყველა კითხვას, ვინმეს თუ რაიმე აინტერესებს. რაში წმუნდებიან და რა დასკვნები გამოაქვთ, ეს ყველას საქმე არის და ჩვენთვის ეს დიდი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩვენთვის მთავარი არის დავარწმუნოთ ქართველი ხალხი ჩვენი პოლიტიკის სისწორეში, რაც შეეხება დიალოგის აუცილებლობას. ეს არის უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყნების თუ ორგანიზაციების ინტერესში, რომელსაც ქართულ ხალხთან უნდა ურთიერთობა. და ეს არის მთავარი წითელი ხაზები, რომელიც ჩვენ გვაქვს, როდესაც არ ხდება ქართული ხალხის სუვერენიტეტის აღიარება, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ეს რა თქმა უნდა, რომელიმე ქვეყნის მხრიდან, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. ეს კითხვაც დაიწყო დელეგაციის მხრიდან, რომ ვენეციის კომისიიდან არსებობს გარკვეული დასკვნები. ვენეციის კომისია ისევე არის ჩვენი ორგანო, როგორც მათთვის. ვენეციის კომისიის ყველა დოკუმენტს აწერია სათაური მოსაზრება. ეს არის მოსაზრება. ეს არ არის ეს არის მოსაზრება. ჩვენ ამ მოსაზრებებს, რომელიც მოვისმინეთ, არ ვიზიარებთ. ბრიუსელი დღეს იქცევა და დღას ყარად იმ გზაზე,
სადაც თავის დროზე იყო საბჭოთა მოსკოვი. თავარი პრობლემა სინამდვილეში რაც არის ჩვენი ურთიერთობებში ბრიუსელთან არის ის, რომ ჩვენ ვერ თავხდებით თავარ ღირებულებებზე. ჩვენი ღირებულება არის სუვერენიტეტის, ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა, ჩვენი ღირებულება არის კანონის უზენაესობა, ჩვენი ღირებულება არის დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა. 4-ვე ღირებულებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ბრიუსელი აცდენილია ამ მთავარ პრინციპებს. ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს რაღაც გზაკვალი და არა ქართულმა ხალხმა გაგსაზღვროს ის თუ რა კანონი მიიღოს და რა მმართველობა ქონდეს, არამედ დაგვიდგინოს ბრიუსელი. კანიონის შესანარჩუნებლად მოძრაობის წევრები დაცული ტერიტორიების საანგეტოს თავმჯდომარესთან ბესიკ ამირანაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, შეხვედრის მოთხოვნის მიზანია ახლად დანიშნულ თავმჯდომარეს ბალდის კანიონის ირგვლივ არსებული მდგომარეობა გააცნონ. ისინი ითხოვენ სააგენტომ კომპანიას არ გაუხანგრძლივოს პროექტის ჩაბარებისა და იჯარის ვადა. ჩვენი ქვეყნის წინაშეც ჩვენ ასაც ვითხოვთ არის რომ ეროვნული ინტერესები იქნეს დაყენებული კორუფციაზე მაღლა. რატო? როცა იცი რომ ხალხმა ამდენი აიტანა, მინიმუმ ის მაინც უნდა იკადრო რომ ჩახვიდე და თავად უთხრა რაღაცა 1-2 სიტყვა რომ ბოდიში ხალხო დღეს ვერ შეგხვდებით, მერე შეგხვდებით. ეს მაინც უნდა იკადრო. ამის ნაცვლად შენ დგები, ეუბნები რომ კი შეგხვდებით და ალოდინებ და მერე ეუბნები რომ აღარ შეგხვდებით. ეს რაში წერია? არავითარ შემთხვევაში ამ რაღაცებს ჩვენ არ გადავყვაყავთ. პირიქით, საკუთარ თავს თუ გინდა რომ ლეგიტიმაცია მისცე და თქვა რომ მართლა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ხარ, მაშინ შესაბამისად უნდა მოიქცე. ერთი ამბავია, ხო, საქართველოს მასშტაბით კორუფციაზე ატეხილი და აგერ ხელის გულზე დევს სქემა, რომელსაც გამოძიებაც კი აღარ ჭირდება. ყველაფერი გამოძიებულია, ყველაფერი მტკიცებულება დევს, მაგრამ ამაზე რატომღაც რეაგირება ჯერ არ არის. კი მიმდინარეობს გამოძიებაც, მაგრამ შედეგი რა არის? თვითონ დაცული ტერიტორიების დამოკიდებულება რა არის ამასთან დაკავშირებით? რატო არაფერს არ ამბობს? ამიტომ ვფიქრობთ ჩვენს რომ სავარაუდოდ ისიც ხელის დაფარებას აპირებს და უბრალოდ აპირებს რომ უფრო ჩუმად აკეთოს ეს საქმეები და ამის საშუალებას არ მოგცემთ არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ და არ დავთმოთ ბალდის კანიონს, იმიტომ რომ ის არის ჩვენი საარსებო გარემო, ის არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და თუ რამე უნდა გაკეთდეს იქ, უნდა გაკეთდეს ისეთი, რომელიც იქნება ეროვნული ინტერესების მატარებელი, იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობაც, მუნიციპალიტეტიც და ბუნების ძეგლიც. ხოლო ის პროექტი, რომლის გატანაც ახლა სურდათ, იყო უბრალოდ ინვესტორის ჯიბეზე და ინვესტორის ინტერესზე მორგებული პროექტი და ამას რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. და ბატონ ბესიკს მიმართავ, რომ ესკალაციისკენ მივიყვანთ კიდევ უარესად ამ პროცესს და კიდევ გაუარესებთ იმ სიტუაციას, რომელიც არის უკვე. პირიქით თქვენი მოვალეობა არის რომ განმუხტოთ და გამოასწოროთ ის შეცდომები, რომელიც თქვენმა წინამორბედებმა დაუშვეს, რომელიც ასევე აღიარეს თან. მოგეხსენებათ დაცული ტერიტორიების ყოფილმა თავმჯდომარემაც და მინისტრის მოადგილემაც აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს ბალდაში, რომ ეს პროექტი გაიტანეს და არ ჩართეს მოსახლეობა და არ შეათანხმეს მოსახლეობასთან, გამოთქვეს სინანული და პირობაც დადეს, რომ პირველივე შესაძლებლობების თანავე გააუქმებდნენ ამ ხელშეკრულებას. ეხლა უკვე 29 ნოემბერს კომპანიას გაზდის 3 წლიანი ვადა, რომელშიც ეს პროექტი უნდა ჩაებარებინა, რასაც ვერ მოახერხებს, ვერ ჩააბარებს ამ პროექტს და იმედი გვაქვს და მოვითხოვთ, რომ გააუქმოს, უბრალოდ აღარ გაახანგრძლოს ეს იჯარის ხელშეკრულება დაცული ტერიტორიების სააგენტომ, რადგან ეს არის კორუფცია, ეს არ ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის ან ეროვნულ ინტერესებს და არც ბუნების ძეგლის დაცვასთან აქვს რაიმე კავშირი. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების თაობაზე სოფლის მცხოვრებლების ნაწილსა და კომპანია კანიონ 350-ის წარმომადგენლებს შორის დავა 2023 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს. მოძრაობის ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად წევრების თქმით, ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტომ კერძო კომპანია კანიონის 350 ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან მალულად 40 წლიანი იჯარით 2022 წელს გადასცა.
სოფელ ზოჩში მადნის მოპოვების სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივთა ნაწილი პროცესს აპროტესტებს, მათი თქმით მიმდინარე სამუშაოები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სოფელს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას. მილიონებს შოულობენ, ხალხი ავადმყოფდება, ონკოპაციენტების რაოდენობა იმატებს, ეს არის ჯოჯოხეთი, აცხადებენ ადგილობრივები. Pipasebo. Amas tu ხალხის ზრუნვა ქვია, ამას თუ ქვეყანა ქვია, მე არ ვიცი. რას დავქებ ამას? ღელე ჩადის, ღელე. აი ნახე მოშავებული ადგილი. ამას გაასწორებს ინე? სეისმურად, ესე იგი აქტიური ზონაა. კიდე მოდის. სეისმურად. მანქანები. სეისმურად ადგილია ისა. მე მეწყერი, მეტი უბედურება გინა ხალხო მე ვინმე აღარ საზოვას ტოვებენ, აღარ სახს უტოვებენ, ხალხს აღარ თხოვს არაფერს. საპირისპირო დამიფკიცოთ და დამიჭირეთ, დამხრდეთ უგნათ. ნახეთ ეს. აი ნახეთ. ეს ნახეთ. იმის ფონზე, როდესაც გარემოს დაცვა. ეს საშიშია. გარემოს დაცვა აღწელებს განცხადებას. ფოთლების დაწვის ხარჯზე არავინ დაწვათ. ფოთოლი 5000 ლარია ჯარიმა ხალხს დააზიანებს, ფილტვებს დაუზიანებს. რამე ქვია? ამას უბედურება არ ქვია? ამას აგერა 1-2 აქ დგას. ერთი აქ მოდის. ამას რა ქვია? ამას გეკითხებით მე თქვენ. ეს საშიშია ხები რო ჩაკეთო, დაგვაქვს წყალი კაცო. ეგრე შეიძლება შეიძლება უპატრონობა ვისთან დავაშალოთ რა განაჩაუნმო ვიხოთ რა ხდება ონკოლოგია მეტი რა გინათ კაცო რა გინათ ჯოჯოხეთი ამნაირი გინახაბა ნახეთ ამკომარობა ნახეთ ერთეს ასწრებენ კაცო ესე შეიძლება ეგეთი ამის მოწმენა შეიძლება კაცო ზოგადად ღია კარიერული წესით მოპოვება მარგარიტის არის ყოვლად მიზან ხელები ნახე შეუტონავი და დაუშვებელია ამისი ღრმულები ნახეთ ორი ძროხად ეიქროს არჩევს ადამიანები ცალკე იხშობიან იღუბებიან და იმათ რა ვიცი როგორ აჩერებენ არჩევენ არ ვიცი ხალხზე ზრუნვა ქვია ამას თუ სახელმწიფოში ამას ვინმე ჩადის ამ საქმეს მე არ ვიცი რომელი კანონი რა კანონი ვის სამართალი 2 წელიწადი იყვნენ გაჩერებულები ხელმოწერები შევაგროვეთ მაგრამ სრულიად აზრი არ აქვს რა მე პირდაპირ მიმართავ ახლა ბატონ მამუკა დინარაძეს ბატონ სუსის უფროს შეისწავლეთ ჭიათურის მაფიის მამაზაღლობა. ცხოვრობთ უმერქვილესად. მიმართავ ჩემგან პატივცემულ გოგა ხაინდრავას. ფილმი მეტი რა გინდა მობრძანდით გენაცარ გეძეიდეთ. რა მდგომარეობა რა ჯოჯოხეთი ვარ. ნახეთ ბატონო, ნახეთ გენაცარ. აი გენდობი, ბატონო გოგა, ჩემთან არაფერ დაგჭე მოდის მოპატივცემ გენაცარო ჩემი თავი. გაფასებთ და პატივცემ. მოდი და გეძეიდეთ ეს თუ ეს რომელ სამართალში იზრდება მითხარით ამიხსენით ბიუროკრატია ხო გადაიღე ბატონო გოგა ამიხსენით ახლა რა რავი ამას რა დააქნო რისიკრატია არის ეს რა ვიცი მე მოიდა გადაიღე აბა მაგარი ფილმი მოსავდება საწერიზე ჩვენ ესე რატომ ყოფა ისთვის რა დავაჩერე ამნაირო აი ნახეთ მდგომარეობა რა ეს რა სამართალი ეს რა საქართველოსი იქცევიან ეს ადგილები არის რომელი სოფლის დახმარების იმაში შევდივართ რომელ დახმარებაზეა საუბარი ეს ადგილები არის რაზე მახტობთ ხალხო რაზე მკლავთ რაზე მიკლავთ მომავალ თაობას ეთი გეტის ჩამოსული ვარ და მე რამდენი მანქანა გადის ეს მარგარეტი არ ვიცი რომელიც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია ღია წესით მარგარეტის მოპოვება რომელიც აავადყოფებს ადამიანებს ოკუპაციების რაოდენობა იზრდება ჩვეულებრივად და კაროჩი რა აგერა არ ჩერდები რა უნდა ვქნე ხა თოფით ამათ ვერ დაუდგები წინ და ბომს მე ამათ ვერ ვესვი ხელწერილები კი შევაგროვეთ და სხვა რა უნდა გავაკეთოთ ვის მიმართოთ და რა გავაკეთოთ არ ვიცი გადამოსაციდან არც პასუხი არც რატო უნდა დამანგრიოს ვიღაცამ აქ აღებული ის მილიონებს შეულობს და მე ჩემ სახლი დაკარი რატო უნდა დაინგრეს ან ვინ ამიშენებს იმას ან სად გადამასახლებენ და ან მინდა თუ არა ამას მეკითხებიან ამაშიდაც მაკრონი ჰერჩილკე ხوار არიან ამის წილში ერთი გამარკვიეთ საფრანგეთის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენ და რამე აი ჩვენ ვილაპარო ვისაუბროთ ამ მითხარით საპირისპირო დამიფკიცეთ ხალხო ეს თუ საჩუქრება არ არის შობი მოგონილი და მე ხევი რო გადაიკეთება აკაცო როგორ ქვია რა ქვია ამას რა ამას რა ქვია მოქმედება არაფერს აღარ ტოვებია რა ქვია ამას
შემოწმა ერთი ჯანდაცვის მინისტრმა აქ მდგომარეობა რა მდგომარეობა რომელი ჯანდაცვის მინისტრია საუბარი გამეუყენეს თქვენი ცოლ-შვილი ძმო აქანა კარგი კალახის და იმისი მწვერისისა გვაქვს გაბაზანები და გამეუყენეს აქანა ათეინეთ კაცო ვინ გისლით სამოდით გზაყვაში გზა არ დაგეხარჯებათ და მე პატივს გსცემთ გამეუყენეს თქვენი ოჯახები და ცოლ-შვილი და აგია ათეინეთ აქანა მწვერს და უბედურობა აგერა ამენახე ალახი აღარ ხარო სამათ მოთხილ მონაგაებული ყველაფერი ნახეთ უდაბონოთ ქცეული ჩემი რაიონი მე რამდენი რეისი ამენახე მას არიღებს არავინ მიდი შეულებრივად დაშინებები სამსახურიდან გაგაგდებ იმის ნათესავია იმის ბიძაშვილია რო ხარა კაცი არ დაიღუპა იქ არ დაიღუპა აი თხრილში ჩავარდა და ვეღარ ამოვიდა მოგდა არ დაიცოლა ახალგაზრდა ბიჭი ესეთი მდგომარეობა და რა ვიცი აფიქსირე მამია რამდენი ზინდა ეს არის სული განუკითხაობა და უსამართლობა და უკანონობა რა აღათ ეხა შემოდ გადარებული მანქანა ნახე გამონაბოლქი თორმა მიხეილმა საჯვალაზე ნახოს ეს წერი თუ უხდებათ აო გამონაბოლქი რამდენი ზინდა და რა გინდა აგერ არის ჩემს შვილებს რატო უნდა ვასუთხო ვიღაცის მილიონების ხარჯზე ო ესენი მიდიან და ვის ხარჯზე კაზინოში აგებენ ამ ფულს საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრების ნაწილი ნაპოვნია, ცნობილია ყველა გარდაცვლილის ვინაობა. სიღნაღის რაიონში სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. პირველ რიგში მინდა მწუხარება გამოთქვა და მიუსამძივრო გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქ ხალხს, მოგეხსენებათ რომ გუშინ დაახლოებით 2 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა კატასტროფა. ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი, სამწუხაროდ 18 მათგანი ნაპოვნია და გარდაცვლილია. 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მე მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში მიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ჩვენ შევქმნით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართულები არიან ჩვენი თურქი კოლეგები, რომლებიც ტელეგრამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და მე დეტალებზე თურქეთის მხარესთან ერთად შეთანხმებით ნელა ეტაპობრივად მოგავნეთ ინფორმაციას. გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე თავ შევიკავებ მე დეტალზე საუბრიდან. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები აქ ადგილზე იმყოფებიან, ვინ იქიდან გამომდინარე რომ ვარდნის შედეგად თვითმფრინავი ძალიან ბევრი დეტალი არის გაფანტული და ამაში ადამიანური რესურსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად თავდაცვის ძალები იღებენ მონაწილეობას. მინდა გამოვხატო ჩვენი მწუხარება საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებით. მე გუშინ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მიუსამძიმრე საჯაროდ და ვიზიარებთ ამ მწუხარებას, გავართ ამ დღეებში თურქ ხალხთან ერთად ამ ტრაგედიის წინაშე. თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები სამძიმარს იღებენ, მათ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვდნენ და პირადად გააცნეს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ ცნობები. ესაუბრნენ იმ სავარაუდო მიზეზებზეც, რამაც შესაძლოა უბედური შემთხვევა გამოიწვია. ჩვენი შვილი დაიღუპა, ის ამ სამშობლოს გამო დაიღუპა. ჩემი სამშობლოს გამო მეც კი წავლა თავს გავწირავ თუ საჭიროა. აზერბაიჯანში გამარჯვების ღონისძიებაზე იყვნენ წასული და ბრუნდებოდნენ. ბოლო საუბრისას გვითხრა რომ მიდიოდა და მალე დაბრუნდებოდა. მთელ ჩვენს ერს უსამძიმრე.
ცნობისათვის 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იარაღის სამალავი აღმოაჩინა, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი მათი განეიტრალების შემდეგ წლების განმავლობაში ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას, რის შემდეგაც კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მოწყობილ სამალავში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 161 ცალი ვაზნა, 3 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის ტროტილი, ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები. ნათქვამია გავრცელებული ინფორმაციაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323, 351, პრიმა 344, 322 და 336 მუხლებით მიმდინარეობს.